მოგესალმებით. ძალიან მიხარია, როცა უყურებ ამდენ ადამიანს, რომლებსაც სურთ ღირებულებებით იცხოვრონ, ამაზე ფიქრობენ, ზრუნავენ. ასე დროს მე ვხედავ ჩემი სამშობლოს გადარჩენას. ამაში ვხედავ ჩემი სამშობლოს გადარჩენას. ფინალური სიტყვის ყოველ შემთხვევაში მე ესეთი თქვათ თემა შემოვიტანე, სიტყვა როგორც უხილავ სულზე ზემოქმედების ხილული ინსტრუმენტი. თუმცა წინასწარ მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ინსტრუმენტი სიტყვას ამ სიტყვის მნიშვნელობას არს აკნინებს, მაგრამ ადამიანურ შემთხვევაში შეიძლება ეს გამოყენებული იქნას და დავინახავთ რატო, მაგრამ არსობრივად, ონტოლოგიურად სიტყვა არავითარი ინსტრუმენტი არ არის, ის გაცილებით უფრო დიადია და მე მინდა იქამდე მივიდე. ანუ ჩემი საუბრის მიზანია, რომ მივიდე ნამდვილ სიტყვამდე. და ადამიანური სიტყვა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ისე როგორც ადამიანური თავისუფლება, ისე როგორც ადამიანური გონიერება, ადამიანური მოაზროვნეობა, ადამიანური პიროვნულობა, ყველაფერი ეს ერთგვარად შეიძლება მე გამოვიყენო როგორც ინსტრუმენტი, რომ მივიდე იმ ნამდვილ სიყვარულამდე, ნამდვილ თავისუფლებამდე, ნამდვილ გონიერებამდე და ნამდვილ სიტყვამდე. საერთოდ ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენ გვაქვს გონება. გონება ეს არ არის ინტელექტუალური აპარატი, თქვათ, მსგავსი ხელოვნური ინტელექტისა დღეს უკვე ძალიან მოდაშია ეს და უკვე ჩვენი ცხოვრება დაიპყრო ამან. ეს არ არის ძლიერესი რაღაც კომპიუტერული სისტემა, სადაც უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც გვაოცებს, გვაკვირვებს, ხო, რომელიც სრულად ფლობს ნებისმიერ თემაზე ინფორმაციას და სტატისტიკას და ასე შემდეგ და გვაწვდის მერე ჩვენი კითხვების შესაბამისად. არამედ ადამიანის გონება ეს არის შემეცნების ის უნარი, რომელიც ჩვენში იმყოფება ოღონ ჩვენში არა ზედაპირზე, მათ შორის ტვინის აპარატში, არამედ ჩვენს მისტიკურ სიღრმეში. ადამიანი იმით განსხვავდება ყველა სხვა ქმნილებისაგან სამყაროში, რომ მას მისტიკური სიღრმე გააჩნია. მაგრამ მისტიკური სიღრმე, ანუ საიდუმლო სიღრმე. საიდუმლო სიღრმე ნიშნავს იმას, რომ ჩემი სენსორიკისთვის ის მიუწვდომელია, ადამიანი ფიზიკურადაც რომ გახსნა ვერ ნახავ მას, მაგრამ და გონება როგორც შემეცნების უნარი არ დაიყვანება ლოგიკურ აზროვნებამდე, მაგალითად მშვენიერების აღქმა, ხო? თქვა ვან გოგის რომელიმე ტილო რო აიღო, ლოგიკურად შეიძლება ვერაფრით ვერ დაასაბუთო, რომ ის მშვენიერია, მაგრამ ის უმშვენიერესია, ხო, ესეა. ან მაგალითად ზნეობრივი კანონის შეფასება, ამასაც ლოგიკური აპარატის მიღმიერი რაღაცა, რომელიც ამას შეიმეცნებს. ანუ იმის თქმა მინდა მე, რომ ეს გონიერება არის ისეთი რამ, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და კიდევ უფრო დიდ რამეთ აქცევს. ეს არის შემოქმედის ხატება და მსგავსება და სიტყვა არის ეს არის მისი გამოვლინების ინსტრუმენტი. ანუ მე გონებას ესე ვერ ვკიდებ ხელს, არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მივხვდე იქ რა ხდება, მაგრამ სიტყვა, რომელიც გონებაში წარმოიშვება, ესე ძალიან საინტერესოა, გონებაში იშვება სიტყვა და აქ შეიძლება ვისაც მეტნაკლებად ქრისტიანულ ღვთისმეტყველებასთან კავშირი აქვს, იმ წამს გარკვეულ ასოციაციას იწვევს, მამისგან იშვება მარადიული სიტყვა და გონება როგორც ამ შემთხვევაში სიმბოლო მამისა და სიტყვა როგორც სიმბოლო იესო ქრისტესი, მარადიულად იშვება ჩვენში სიტყვა, ოღონდ ეს სიტყვა განსხეულდება, მატერიალიზდება, განივთდება, ისე როგორც ძეღმერთი მოვიდა ადამიანად და დავინახეთ, განვიცადეთ, შევხედეთ, ვესაუბრეთ, მისი სიტყვა გავიგონეთ და ჩვენთვის საცნაური ხდება. ანუ სიტყვა, რომელიც ჩვენში იბადება, ის მეტნაკლებად მიჩვენებს ჩემს მდგომარეობას, იმ უმთავრეს ნაწილში, რომელსაც ჩემი მისტიკური სიღრმე ქვია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ადამიანი როგორც მოაზროვნე და თვითუფლებრივი არსება, რა თქმა უნდა, გონების გარეშე არ არის, გონებიდან გამომდინარეა, რომ მე ვარ მოაზროვნე ადამიანი და მე ვარ თავისუფალი. და სიტყვით მე ვხედავ ჩემი გონების რესურსი როგორია, დამტევნელობა, რა შიგთავსია ჩემ შიგნით და ასე შემდეგ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სიტყვა აი ამის საშუალებას მაძლევს.
მე მარტო მე ხო არა ვარ ადამიანია სხვაც, რომელიც ჩემს წინ დგას, ხო? ესე იგი, მე სიტყვა მაძლევს საშუალებას, რომ კომუნიკაცია მქონდეს მეორე ადამიანთან, ოღონდ არა იმ ტიპის კომუნიკაცია, რაც ცხოველებსაც გააჩნიათ ერთმანეთთან. ადამიანური სიტყვა გაცილებით ღრმა არის და გაცილებით მნიშვნელოვანი. ეს არ არის უბრალოდ კომუნიკაციის ენა, აი სიტყვა როგორც ენა. დღეს ძალიან ბევრი გამოსვლელი იყო, რაც მე მოვისმინე, განსაცვიფრებელია, ბრწყინვალი არის ეს ყველაფერი და აქედანაც ჩანს სხვა აქაური გამომსვლელების მაგალითიდანაც კი შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანური ენა ეს არ არის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ძალიან რთული და ძალიან დახვეწილი აქვს, თქვათ, იგივე ძუძუმწოვრებს, დელფინებს, ვეშაპებს განსაცვიფრებელი მეცნიერები იკვლევენ, გაარკვიონ ეს როგორ ხდება ეს კომუნიკაცია. არამედ ეს არის გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანი და ეს გვეხმარება მეორე ადამიანთან ერთობის, იცით როგორ არის ადამიანი ერთობისათვის შექმნილი არსება. ჩვენ, იმიტომ გვიყვარს ერთად ყოფნა, იმიტომ გვიხარი ერთად ყოფნა და ერთად ყოფნის გარეშე, იმიტომ ვიტანჯებით, რომ ადამიანის ონტოლოგია ეს. ანუ ადამიანი ერთი ძირიდან აღმოცენებულია. რა თქმა უნდა, მე ხა ბევრ ამას, რასაც ვიტყვი, ამას საფუძველი საღვთო გამოცხადებაში აქვს. მათ შორის ის, რომ ჩვენ ერთი ძირიდან აღმოცენებულები ვართ. ჩვენ უნიკალური პიროვნებები ვართ, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან, მაგრამ ამავე დროს ერთნი ვართ ბუნებით. აქაც ასოციაცია ყოვლადწმინდა სამება ღმერთთან. რატომ ვართ ესეთები? იმიტომ რომ ჩვენ მისი ხატნი ვართ და მსგავსნი და ყოფიერების ცოცხალი შემოქმედი, ანუ ყოფიერების საწყისი არის ასეთი, რომ ის არის ერთი არსებით და პიროვნულად რამდენიმე. აი ესია, ჩვენ პიროვნულად უნიკალურები ვართ, ბევრნი ვართ, მაგრამ არსებით ერთნი ვართ, ამიტომ ჩვენი ერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამიტომ სიტყვა მეხმარება, გვეხმარება ერთმანეთთან აი ამ ერთობის აღდგენაში, რაც დარღვეულია ჩვენი პირველ მშობელთა შეცოდების გამო და ამავე დროს სიტყვა მეხმარება საკუთარი თავის შემეცნებაში. იმიტომ რომ ხომ და გავიგო ვინ ვარ მე არა ვარ ის რაც გარედან ჩანვარ, მე გაცილებით ღრმა ვარ როგორც ადამიანი და ამიტომაც ჩემს თავთან ვსაუბრობ, ჩემ გულის სიტყვებს ვიკვლევ და რა თქმა უნდა მეხმარება სიტყვა იმასთან ურთიერთობაში, ვისი ხატი და მსგავსიც ვარ და აი აქ არის სიტყვის ძალიან ყველაზე უმნიშვნელოვანესი რამ ადამიანური სიტყვის, რომ ტრანსცენდენტული ყოფიერება. რა არის ტრანსცენდენტული ყოფიერება? როგორ შეიძლება ის ახვსნათ? აი წარმოიდგინეთ, ყოფიერება არის ის, რაც ჩვენს გარშემოა, რასაც ჩვენი სენსორიკა აღიქვავს, ჩვენი გზნობის ორგანოები. ეს არის მატერია, ეს არის სივრცე, ეს ყველაფერი განფენილია დროში, აქ არის ბიოლოგიური სიცოცხლე და ასე შემდეგ, მატერიალური ენერგიები, გრავიტაცია, ელექტროობა, ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი, რაც არის ყოფიერება, და რასაც მეცნიერება იკვლევს. და მეცნიერება იმის იქით ვერაფერს ვერ ხედავს, ხო? ეს ყველაფერი არ არის ღმერთი. ეს ყველაფერი არ არის ტრანსცენდენტული ყოფიერება. ტრანსცენდენტული ყოფიერება ამის მიღმიერია. შესაბამისად, მე როგორც ნაწილი ამ სამყაროსი ჩემთვის აბსოლუტურად შეუძლებელია მასთან კავშირი, ისე როგორც უკაცრავად და აი ღორისთვის და მაიმუნისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია არათუ ღმერთი შეიმეცნოს, არამედ ფილოსოფია გაიგოს. ბახის მუსიკა მოიწონოს, ვერც ვან გოგის ნახატს ვერ გაიგებს. ეს არის აბსოლუტურად შეუძლებელი. ხოლო ადამიანი არის არსება, რომელსაც შეუძლია მასთან ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან, რომელიც აბსოლუტურად მიღმიერია ამ სამყაროსაგან და ეს სამყარო მისი არსიდან კი არა, ემანაციის სახით კი არა, არამედ მისი ნებით არსებობს, ადამიანს შეუძლია მასთან სიტყვიერი კავშირი დაამყაროს. უკვე აქედანაც ჩანს თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა დიდებული ძალა აქვს ადამიანურ სიტყვას. ეხლა კიდევ ერთი რამ მინდა, ხო, და რა თქმა უნდა ეს ადამიანი რადგან მოაზროვნეა და რადგან თვითუფლებრივია, ანუ თავისუფალია, ადამიანს შეუძლია განვითარდეს და რადგან მას კავშირი აქვს ტრანსცენდენტულ ყოფიერებასთან, ერთი წამით იმას ვიტყვი, რომ თვით ადამიანებს შორის ურთიერთობაც კი ისეთი შემოუსაზღვრელია, აი, ორ ადამიანს შორის, თუნდაც რაც არ უნდა ახლობლები იყვნენ, შვილი იყოს, მეუღლე იყოს, მშობელი იყოს, მეგობარი იყოს, მასთან ურთიერთობის ამოწურვა შეუძლებელია. და ეს ერთ-ერთი საფუძველია, ხო, ადამიანთა შორის სიყვარულისა და
წარმოგიდგენიათ ღმერთთან ურთიერთობა. ესე იგი, როგორი დინამიკა უნდა იყოს ადამიანის ყოფიერებაში, რომ მასთან კავშირი ქონდეს და ის ხომ უსასრულოა და შესაბამისად ადამიანის განვითარება საზღვარი არ აქვს და სიტყვა სწორედ აი ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი აქ, რომ ჩვენში სიტყვა იბადება. ამ სიტყვით ჩვენ ურთიერთობთ ერთმანეთთან და საკუთარ თავსაც ვიკვლევ და მასთან, ყველაზე მთავართან, ყოფიერების ცოცხალ შემოქმედთან. მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესოა ისიც, რაც აქაც გაჟღერდა, აი თქვა, როცა ლიტერატურაზე საუბრობდნენ, სხვა ადამიანში დაბადებული სიტყვა, რომელიც საოცრად მოქმედებს ჩემზე, თუ ის სიტყვა არა. უღირსიც რომ იყოს, ისიც მოქმედებს. ამიტომ არის, რომ აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, გახწნიან წესთა კეთილთა უზნეო და უკეთური ურთიერთობები, უკეთური ზრახვანი. ანუ შეიძლება ცუდი სიტყვა, ცუდი ენერგიის მატარებელი, არ მინდა ცუდი გულიდან თქვა, დაბინძურებული გულიდან ამოსული სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში კეთილ სიტყვებზე ვსაუბრობთ და აი არსებობს პროზა, პოეზია არსებობს. მას საოცარი ზემოქმედების უნარი აქვს. ეხლა ვაჟა-ფშაველა ახსენეს, ხო? ეხლა წარმოგიდგენიათ, ქართველი ვერ იქნები თუ ვაჟა-ფშაველა არ გიყვარს და არ განგიცდია თუ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს არ გამოუწვევია შენში სისხლის აჩქოლება, ხო? იმიტომ რომ ეს პირდაპირ თარგმანი ხო ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი, რაც ორიგინალია და ამიტომ ის მოქმედებს და როცა შენზე ასე მოქმედებს, შენ მას ითავისებ და შენში ღირებულს თუ რამე ღირებულია შენში, ხო? იმ შენში ღირებულს კიდევ უფრო აძლიერებს, რეზონანსში მოდიხარ. თუ არა გაქვს ეს ღირებულება, შენზე არ იმოქმედებს. მაგრამ თუ ეს ღირებულება შენში არის, მისი ეს სიტყვები, მძლავრი სიტყვები ამდიდებული პოეტისა, შენ სულს რეზონანსში აქცევს და შენ გაძლიერებს. ანუ სხვაში დაბადებული სიტყვა შენ გაძლიერებს. ძალიან მნიშვნელოვანია უკვე, როგორც სასულიერო პირი ვიტყვი, ლოცვის სიტყვები, იმიტომ რომ ყველა ლოცვის უკან თავისი ვაჟა-ფშაველა დგას, შეიძლება ასე ვთქვათ, აგივე სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, რომელიც ღმერთს თავის ენერგიებში ჭრეტდა, მერე ის რომ ღმერთს ელაპარაკება, მერე ეს ერთხელ უთხრა, ორჯერ, სამჯერ, მერე ეს რომ დააფიქსირა თვითონვე ეს განსაცვიფრებელი სიტყვები, შენ რომ ეხლა იმ სიტყვებს აიღებ და ამ სიტყვებით ეცდები რომ ღმერთს ელაპარაკო, წარმოგიდგენიათ, რა ენერგიის მატარებელი სიტყვები იქნება, ეს თავისთავად ცხადია და კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც უშუალოდ ღმერთისგან გამოვიდა და ის ამ შემთხვევაში იესო ქრისტე გამოვიდა სიტყვა და ადამიანი გახდა, მაგრამ მან როგორც ადამიანმა სიტყვა დატოვა. ასევე სულიწმინდა ღმერთი თანამშრომლობს წმინდა ადამიანებთან და ისინი ტოვებენ სიტყვას. ეს სიტყვები არსებობს, ამას ქვია ღვთის სიტყვა. წარმოგიდგენიათ რა გავლენას ახდენს ადამიანზე ღვთის სიტყვა და როგორ ხდება ადამიანის ტრანსფორმაცია და ფორმირება, როცა აი ეს სიტყვები ჩვენზე მოქმედებს. კიდევ ერთი რაც მე მინდა გითხრათ, რომ არის ის, რომ ადამიანი როცა საკუთარ გონებაში, ჩვენს გონებაში მუდამ იბადება სიტყვები. ეს სიტყვები ჩვენ გვეხმარება, რომ ამ შემოქმედებითი ურთიერთობა მაგ სიტყვებთან გვეხმარება, რომ აუცილებელია უბრალოდ პირველ რიგში, რომ მათი ანალიზი ჩავატაროთ, მათი წარმომავლობა გავარკვიოთ. ეს ქრისტიანულ ცხოვრების წესში, პრაქტიკულ წესში ქრისტიანული ცხოვრებისა უმნიშვნელოვანესია, ესეთი ტერმინი არსებობს, გულის სიტყვა, რომელიც არის სიტყვა, ოღონ არა ტვინში დაბადებული, პირდაპირ განიცდება ეს ჩვენ შიგნით, იმიტომ რომ მას კავშირი აქვს ემოციასთან, ეს არ არის შიშველი ინტელექტუალური რაღაც სიტყვა, არამედ ის გრძნობასთან და ემოციასთან კავშირშია, ანუ გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე თავში უცებ მოსულია აზრი და ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი წარმომავლობა, ესე იგი ანალიზის გაკეთება და გავერკვეთ მათ წარმომავლობაში. იმიტომ რომ შეიძლება ისინი იყვნენ ძალიან დესტრუქციული. საერთოდ როგორ ხდება? აი ადამიანი რო ცხოვრობს, ადამიანი სულ მოქმედებს, ან ვიღაცას რაღაცას ეტყვის, რაღაცა ურთიერთობებს იწყებს, გადაწყვეტილებას იღებს და მერე მოქმედებაზე გადადის. ამას ყოველთვის წინ უსწრებს ჩვენს გულში გაჩენილი სიტყვა, რომელიც კავშირშია ემოციასთან, ანუ გულის სიტყვა. და წარმოიდგინეთ, თუ ის არ არის ჯანსაღი, თუ ის არის დესტრუქციული შენი პიროვნებისათვის, თუ ის
შენიც არ არის. წარმოგიდგენიათ რა შეიძლება ამას შედეგი მოყვეს და ამიტომაც შეიძლება ასე ითქვას, რომ ქრისტიანული ცხოვრება არის გულის სიტყვების გამოცნობის, ანალიზის, გამოცნობის და მათთან ბრძოლის ხელოვნება, როდესაც დააფიქსირებ, რომ ის თავისი წარმომავლობით შენი კი არ არის უკეთურია და სხვა ენერგიის მატარებელია და თან შეფუთულია როგორც სიკეთე, როგორც შენივე საკუთარი სიმართლე. ამიტომ ესეც, ანუ სიტყვა შეიძლება იყოს მართლაც ბოროტი ენერგიის მატარებელი. საერთოდ ადამიანში სიტყვის არსებობა, აი წეღანაც ვახსენებ, ადამიანში სიტყვის არსებობა და თქვი, რომ არსებობს სიტყვა ამ სიტყვის დიდი გაგებით. და არა მარტო სიტყვის არსებობა, არამედ ისეთი ღირებულებები, როგორიც არის ჭეშმარიტება, სიცოცხლე, სიყვარული, თავისუფლება, მოაზროვნება, ამას კიდე შევეხებით, ეს ყველაფერი განპირობებულია რატომ არა ვართ ჩვენ ცხოველები? რატომ შეგვიძლია ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფრის უკან დგას ცოცხალი ღმერთი და აი ეს ყველაფერი, ეს ღირებულებები თავად ღმერთია. ანუ პერსონიფიცირებულია, სიყვარული პერსონიფიცირებულია და მათ შორის სიტყვაც პერსონიფიცირებულია. იონეს სახარება, ვისაც წაკითხულია კერთხელ მაინც, სულ ხედავს როგორ იწყება, ხო, სიტყვა. სიტყვა, ოღონ ეს სიტყვა ჩვენეული სიტყვა კი არ არის, ჩვენეული სიტყვა შეიძლება ერთგვარ სიმბოლოს წარმოვიდგინოთ მისი. სიტყვა, რომელსაც ჰიპოსტასი, ანუ პიროვნულობა გააჩნია. ჩემი გონება ბადებს ჩემს სიტყვას, მაგრამ ღმერთთან სხვანაირად არის. ღმერთის გონება არის პერსონიფიცირებული, მამა ღმერთია და მისგან დაბადებული სიტყვაც პერსონიფიცირებულია. და ყველა სხვა ღირებულება, მათ შორის სიცოცხლე, რაც ვახსენე, ესეც ღმერთია. ქრისტიანობა პირდაპირ პერსონიფიცირებას აკეთებს. ამისას, ქრისტიანობა რას აკეთებს? გამოცხადებით მოცემული ცოდნა ეს და ამიტომ მათ შორის სიტყვაც ესია. ამიტომ გვაქვს ჩვენ სიტყვა. ამიტომ აქვს ადამიანის სიტყვას ის საოცარი შემოქმედებითი ენერგია. იმიტომ რომ ძე ღმერთის ერთ-ერთი ესე იგი ეპითეტი არის შემოქმედებითობა. ჩვენ ვიცით გამოცხადებით ისიც ვიცით, რომ სამყარო ძე ღმერთის შექმნილია. ის როგორც შემოქმედი ქმნის ამ სამყაროს მამის ნებით და ჩვენი სიტყვაც ესეთია. ჩვენ სიტყვა საოცარი შემოქმედებითობის უნარი აქვს. და ამიტომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი, რაც ადამიანს ღირებული აქვს, ეს ყველაფერი არის იმის გამო, რომ ადამიანი ხატი და მსგავსია ღვთისა და ადამიანი არასოდეს არ არის ღმერთის გარეშე. ეს არის მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, რომ ადამიანისათვის ბუნებრივ მდგომარეობად იწოდება, როცა ის ღმერთთან ერთად არის. როცა ის ღმერთთან ერთად არ არის და მისი ცხოვრება უკეთურად წარიმართება, ის ბუნებრივის ქვედა მდგომარეობაში იმყოფება, რაც მას პირუტყვულ და დემონურ მდგომარეობაში ამყოფებს. რატო პირუტყულ? იმიტომ რომ ჰედონისტი ხდება ადამიანი, იმიტომ რომ ხორცი რა არის, ხა ჩვენი ხორცი ძალიან კი არ განსხვავდება ცხოველის ხორცისგან. უბრალოდ ცოტა უფრო ლამაზია. მაგრამ მეორეს ხორცი სიამოვნებით ცხოვრობს. სიამოვნება არის მისი მიზანი და თუ ადამიანისათვის წარმართველი სიამოვნებაა, მაშინ ჰედონისტი ხდება. კი, მაგრამ სული ადამიანი იკითხავს და სული რა? სული რა, განა ეგოიზმი ჩვენი სულისთვისება არ არის, პატიმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა, თავდაჯერებულობა, ზედმეტი, სხვებისადმი ზემოდაყურება, მრისხანება, სიამაყე, ამპარტავნება, რა არის ეს თუ არა სულისთვისებები? და ეს ხო დემონური თვისებებია. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი ღმერთის გარეშე ცხოვრებას გადაწყვეტს და ეს შეიძლება არ იყოს ესეთი დეკლარირებულად განცხადებული, არამედ აი ეგრე გამოდის მისი ცხოვრება. ღმერთის გარეშე ადამიანი ბუნებრივის ქვედა მდგომარეობაში იმყოფება. ხოლო ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ ღვთისათვის სათნოთი ცხოვროს, ის ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ არსებობს კიდე ზებუნებრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ჭვრეტელობაში გადადის, როცა ადამიანი თავის თავში უკვე ხედავს იმას, ვისგანაც ეს ღირებულებები მოდის, ვის გამოც ის ღვთის ხატი და მსგავსია, ჭვრეტელობაში გადადის, ადამიანი ხდება ღვთის ტაძარი და ეს უკვე არის ზებუნებრივი მდგომარეობა ადამიანისა, რომელსაც ქვია წმინდანობა, წმინდანობა არის ღვთისნების ცხოვრება, ეს არის მარადიული სიცოცხლის დასაწყისი, რომელსაც ადამიანი უკვე აქვე ამ ცხოვრებაშივე განიცდის. აი მე წეღან ესე იგი ხო, სანამ ამ ღირებულებებზე კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა, მინდა გითხრათ, რომ აი როცა ჩვენ
სიტყვის შესახებ ასე და ამგვარად საუბრობთ, ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ სიტყვას როგორ ვიყენებთ, ანუ ამ უნარს როგორ ვიყენებთ. აი მაგალითად ადამიანს ყველაფრის გამოყენება შეუძლია ცუდად, ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, აი ხელი. რა საოცარია, ხო აი დღეს ახლა ვცდილობენ რომ ჰუმანოიდური რობოტების შექმნა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰუმანოიდური რობოტის შექმნის არის ხელი. იმდენად სრულყოფილია ხელი, მისი შექმნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. ცდილობენ რაღაცა არ გამოდის, უსრულყოფილესი ინსტრუმენტია. და ხელზე ხო პიანისტი რო უკრავს, კალიგრაფისტი რო წერს, მხატვარი რო ხატავს, ხო? და ეს საოცრება. მე ხელს შეუძლია სიყვარულის გამოვლინება, თავზე ხელი გადაგისვას, მოგეფეროს, მოგეალერსოს, განუგეშოს, ხო? როცა ავათახარ შუბზე ხელი დაგადოს, მაგრამ ხელი, იგივე ხელი, ზუსტად იგივე ხელი. შეიძლება კაცის წყლის იარაღად გადაიქცეს, შეკრავ მუშს და ადამიანი შეიძლება მოკლა მუშტით. ხედავთ, როგორ შეიძლება ღვთისაგან მოცემული ნიჭი მახინჯურად გამოიყენო. ეს ეხება ყველაფერს. ადამიანში რაც კი არსებობს, მათ შორის თავისუფლებას. და ეს ეხება შემოქმედებითობას, ყველაფერს აბსოლუტურად და ეს ეხება, რა თქმა უნდა, სიტყვას და ჩვენ განაშორს წასვლა გვჭირდება, როგორ ცუდად ვიყენებთ ჩვენ ადამიანების სიტყვას. როგორ ცუდად, როგორ ბილდ სიტყვაობთ, მათ შორის სამწუხაროდ არა მარტო კაცები, რაღაც საშინელება გვჭირს, ეს ყოველად დაუშვებელი რამ არის, იმიტომ რომ ადამიანი როცა კეთილ სიტყვას ამბობს, აღშენებელია სხვისთვისაც და თავისთვისაც და თავისთვის და ასევე ეხსნება შესაძლებლობა ღმერთთან ურთიერთობისა, ხოლო როცა ადამიანი ბოროტ სიტყვაობს, იგი დესტრუქციულია სხვისთვისაც, საკუთარი თავისთვისაც და რა თქმა უნდა ღმერთთან ურთიერთობა მასში აღარ ხდება და ეს ყველაფერი იკეტება. იმდენად მნიშვნელოვანია სიტყვა, რომ სახარებაში განსაცვიფრებელი რაღაცები წერია ამ კუთხით. აი მაგალითად, უფალი ამბობს, რომ თქვენი ნათქვამის სიტყვების მიხედვით განისჯებით, როცა წარსდგებით ღვთის წინაშე და სიტყვის მიხედვით გასამართლდებით, ან დაისჯებით, ან გამართლდებით. კიდევ ერთ რამეს ამბობს, ყოველი უქმი სიტყვა, აი ნახეთ რა უცნაური ის არის სიტყვა ქრისტესი. ყოველი უქმი სიტყვისთვის პასუხს აგებ. არათუ ცუდი სიტყვისთვის, არათუ უკეთური სიტყვისთვის, არამედ უქმი. იმიტომ რომ ეს ისეთი ძვირფასი რამ არის ნიჭი ჩვენში, რომ მისი უქმად დახარჯვა არ შეიძლება. გესმით, იმიტომ რომ ეს არის სულის ენერგია ვლინდება და ეგეთი თვისება აქვს სიტყვას, იმიტომ რომ სულზე ზემოქმედების ინსტრუმენტი, იმიტომ ვახსენე რომ თუ კარგს ამბობ, შენი სული ძლიერდება, ხოლო თუ ცუდს ამბობ და უქმად ნათქვამი, უაზროდ ნათქვამი, უკაცრავად ლაყბობაში გადასული სიტყვა, უკვე ბოროტება ხდება და აზიანებს შენ სულს. აი ეს არის. და აი წეღარო ჩამოვთვალე ღირებულებები. კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო ეს ღირებულებები. რომლის გარეშეც ადამიანურ ცხოვრებას აზრი არ აქვს და საერთოდ ამით არსებობს მთელი სამყარო. პირველი ეს არის ყოფიერება. ანუ ის რომ ყველაფერი არსებობს. თქვათ, ასევე ჭეშმარიტება, ანუ რა არის ჭეშმარიტება? ობიექტურად არსებული სინამდვილე. ასევე სიცოცხლე, რომლის გარეშეც არაფერი არ არის სიცოცხლის გარეშე. ხო, გესმით? სიცოცხლის გარეშე ყველაფერი გამქრალია. და აქ ეს ამიტომ არის რომ სიცოცხლე ადამიანი ვისაც უყვარს სიცოცხლე ის ეძებს ღმერთს. აი დოსტოევსკი ამბობს რომ თუ ადამიანს უყვარს სიცოცხლე, ძმებ კარამაზოვებშია, თუ ადამიანს უყვარს სიცოცხლე, თავის საქმის 50% გაკეთებული აქვს. და კარგად რომ ჩაუფიქრდი ამ სიტყვებს, აი როგორც გიორგი ამბობდა კეკელიზე რომ ესე იგი ნათქვამი რაღაც არის ნათქვამი და უამრავი რამ იგულისხმება ამ სიტყვაში, თუ გიყვარს სიცოცხლე შენი საქმის 50% გაკეთებული და დაგჭა მეორე 50%, რა თქმა უნდა უნდა დასვა კითხვა რას ნიშნავს ეს მეორე 50% და მთელი სამყარო იხსნება შენ წინ. მარადისობა ასევე, იმიტომ რომ სიცოცხლე ყოფიერება ობიექტურად არსებული სინამდვილე ჭეშმარიტება კარგავს არც თუ მარადისობა არ არის და თუ ყველაფერი ტორად გადაიქცევა. სიკეთე, სიყვარული, ეს ყველა ეს ღირებულებები გაცვეთილია ხშირ შემთხვევაში და აი შეურაცხყოფილი ჩვენს მიერ. პიროვნულობა, რომელიც არ არის ინდივიდუალიზმი. პიროვნულობა და ინდივიდუალიზმი ხშირად ერთმანეთში ერევათ, ეს არათუ სხვადასხვა რამეა. პიროვნება და ინდივიდუალიზმი ურთიერთ დაპირისპირებული რეალობებია. ინდივიდუალიზმი ეს არის ეგოიზმის საყრდენი, ხოლო პიროვნულობა ეს არის თავისუფლების საყრდენი. სხვადასხვა რამეა. თავდაბლობა
თავდაბლობა, სიმშვიდე, რომელიც არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა ადამიანში. ქრისტიანული გაგებით თავდაბლობა და სიმშვიდე ეს არის ღმერთის თვისებები ჩვენში. და ურთიერთობა, ღირებულება, ურთიერთობა, მე და წეგანას გითხარით, რატომ არის ღირებულება, ურთიერთობა, რომელსაც მარადიული საფუძველი აქვს, იმიტომ რომ ყოფიერების ცოცხალი შემოქმედი არის სიყვარულიც და არის პიროვნულობაც, არის გონიერებაც, სიბრძნეც, არის თავისუფლებას და არის ურთიერთობაც, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა სამება ღმერთი არის ურთიერთობა. ყოვლადწმინდა სამების პირებს შორის. გონება რაც გითხარით, სიბრძნე, თავისუფლება და სიტყვა, რომელიც ასევე ეს ყველაფერი არის პერსონიფიცირებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ ტრანსცენდენტული ცოცხალი ერთარსება სამპიროვნება ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა და ეს ცოდნა ჩვენ გვაქვს არა ამას როგორ მიხვდება ადამიანი, ხო? ეს ცოდნა გვაქვს ჩვენ გამოცხადებით და აი ადამიანი არის აი ამ ყველაფერი ღირებულებების მატარებელი არსება. და ეს რომ ჩვენში რეალიზდეს, ჩვენ უნდა ვიყოთ ღმერთთან და ეს ამისათვის საჭიროა ღმერთთან გქონდეს უმჭიდროესი კომუნიკაცია. ახალი აღთქმის ადამიანებად უნდა ვიქცეთ. ახალი აღთქმის ადამიანი, ანუ ქრისტიანი, ნიშნავს არსებას, რომელშიც ღმერთი ცხოვრობს. ეს მხოლოდ იმის შემდეგ მოხდა, ამის შესაძლებლობა, რაც ღმერთი თავად მოვიდა ადამიანად და ამის შესაძლებლობა მთავარი ნიჭი, რაც ღმერთმა მოგცა ადამიანად მოვიდა რა არის ის, რომ ჩვენში შეიძლება გალაქტიკების შემოქმედი დამკვიდრდეს. იოანეს სახარებაში ძალიან კარგად არის ეს გამოცხადებითი ცოდნა მოცემული და ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს იწყება ღვთისადმი ქრისტეს სარწმუნოებით, ეს იწყება მისდამი მერდგულებით, მიბაძვით, ასე შემდეგ ეს 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიისა და ეს ნიშნავს, რომ ადამიანი, როცა ამ გზაზე დგება, ონტოლოგიურად იცვლება. ანუ თუ ჩემში შემოდის სიტყვა, რომელიც არის სამყაროს შემოქმედი, მე როგორც გონიერი და თავისუფალი და ასევე სიტყვის მქონე არსება ვიცვლები ონტოლოგიურად, ანუ ადამიანი სულიერ ცხოვრებას რო იწყებს, უკეთესი კი არ ხდება, გაუმჯობესებული ვარიანტი კი არ ხდება, უფრო ზნეობრივი კი არ ხდება, უფრო მჭერმეტყველი კი არ ხდება, უფრო ინტელექტუალური კი არ ხდება, არამედ სხვა არსებად გადაიქცევა. ესეც ძალიან კარგად არის დაფიქსირებული გამოცხადებაში, რომელსაც წმინდა წერილი ქვია, ამას უფალი სხვადასხვანაირად გვეუბნება, რომ მეორედ უნდა იშვას, რომ ახალი ქმნილებაა ესეთი ადამიანი და საბოლოო ჯამში ჩვენ როცა სიტყვაზე ვსაუბრობთ, ისე როგორც თავისუფლებაზე, პიროვნულობაზე, გონიერებაზე, მარადისობაზე, სიცოცხლეზე, გზაზე, ადამიანი სულ გზაზეა, სულ მოძრაობს, სულ დინამიკაში, ეს ყველაფერი პერსონიფიცირებულია. სიტყვაც პერსონიფიცირებულია, ეს არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამიტომ თუ მე მინდა, რომ ამ ღირებულებებით, რომელიცაც მე ადამიანი ვარ, ამ ღირებულებებით საკუთარ თავში კი არ ჩავიკეტო, არამედ სიკვდილი დავამარცხო და ეს ნიშნავს, რომ ამ სამყაროს, მატერიალური სამყაროს საზღვრები გავარღვიო. ეს ნიშნავს, გარღვევა რას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი გავხდე, იმიტომ რომ რაც არ უნდა ღირებულებებს ატარებდე, თუ ამ სამყაროში გამოკეტილი აღმოჩნდი, მოკვდები და მორჩა და დამთავრდება მთელი ეს შენი ყველაფერი. მაგრამ თუ მე მინდა ეს გავარღვიო, ხო? რა თქმა უნდა, მაშინ მე უნდა მივმართო მზერა იმისკენ, ვინც არის საწყისი ჩემი ღირებულებებისა, რომელიც მოვიდა ადამიანად, რომელმაც მითხრა, მე შენი ძმა ვარ, მე შენი მეგობარი ვარ და მე შენ ვიცი, ბევრი დაგიშავებია საღვთო კანონის, ზნეობრივი კანონის წინაშე, მაგრამ ნუ გეშინია, ყველაფერი ამისთვის მე მოვკვდი, შენს მაგივრად ვიტანჯე. ამიტომ შენ კი არ გპატიობ, არამედ გამართლებ, ხო გესმით განსხვავება პატიობასა და გამართლებაში, იურიდიულად რო შეხედოთ, ხო? მე შენ გამართლებ, შენ ცოდვები აღარ გაქვს და შენ ჩემთან იქნები მარადისობაში. 60 შენთვის რაღაცა გამოგონილი ის კი არ არის რაღაცა ბაღები, არამედ ჩემთან ყოფობა, მუდამ, მარადიულად ჩემი შვილის სტატუსს განიჭერ, ჩემი ძმის და შვილის სტატუსს განიჭერ, გესმით? და აი ეს სიტყვა, ღვთის სიტყვა, რომელიც მოგვეცა ჩვენ
გამოცხადებით, იმიტომ რომ თავად სიტყვა მოვიდა ადამიანად მოვიდა და ადამიანურად გამოთქვა ეს ყველაფერი და ჩვენ წინ გვიდევს. ჩვენი დიდი წინაპრების ლოცვით, რომ მიიღეს მათ ჭეშმარიტება, ქრისტიანობა და დღევანდელ დღემდე იგი ჩვენს წინ არის გამფენილი. უბრალოდ ჩვენ იმათი შრომით მოტანილი, გამზადებული გვიდევს რა, უნდა ავიღოთ და გავითავისოთ. და პირველი რასაც ვეუბნები ხოლმე ყოველთვის ადამიანებს, ვეუბნები ხოლმე რომ აიღეთ იოანეს სახარება, მეოთხე სახარება. რა თქმა უნდა, მთლიანად წმინდა წერილია მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ესეთი სიღრმისეული შეხება თუ არ ქონია ადამიანს წმინდა წერილთან, ან მუდმივად თუ არ აქვს, აიღოს იოანეს სახარება და წაიკითხოს როგორც ღმერთის გამოცხადება. განცვიფრდებით იმხელა სიღრმეა და ნახავთ რას ნიშნავს ღვთის სიტყვა და როგორი ზემოქმედება შეუძლია მას მოახდინოს ადამიანში, როცა მას ვაჟას სიტყვები რომ ამხელა ზემოქმედებას ახდენს და გალაქტიონის და რუსთაველის რა სიტყვა შეიძლება მოახდინოს სიტყვა, რომელიც უშუალოდ ყოფიერების ცოცხალი შემოქმედის სიტყვიდან მოდის ადამიანურ სიტყვაში გახმოვანებული. შეგვეწიოს უფალი და მოგცეს ძალა, რომ ეს გავარღვიოთ სიტყვა, ჩვენი სიტყვით, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი უფლისად მიერდგულებით გავარღვიოთ ეს ჩაკეტილობა და ნამდვილ ჩვენს მოსიყვარულე სიტყვასთან, ანუ უფალ ჩვენ იესო ქრისტესთან მივიდეთ. ამინ. მადლობა, დიდი მადლობა.